ზიმია ახალგაზრდა გოგო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ლოდკინის დასახლებაში დასჭავდა, მას სხეულის 48% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ცეცხლის სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გაჩნდა. რამდენიმე საათის ინტერვალში აფეთქდა კომერციული ფართი და ერთი საცხოვრებელი ბინა. ადგილობრივები პირველი აფეთქების შემდეგ შესაბამის უწყებებს დაუკავშირდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან მათი წასვლის შემდგომ იქ მცხოვრებლებმა მეორედ გაიგეს ძლიერი აფეთქების ხმა. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს შემთხვევის ადგილას, ისახლა ფორმულას ეთერს უერთდება, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, პირველ ყოვლისა გეტყვით დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ დამწრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ საკმაოდ მძიმე არის დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას დამწვარი აქვს სახის, ზურგის და ქვემო კიდურები, მისი თქმით 48% სხეულის აქვს დაზიანებული ამ გოგონას, ის მკურნალობას განაგრძობს შესაბამის ინტენსიურ განყოფილებაში, რეანიმაციულ განყოფილებაში 48% აქვს სხეულის დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია ემუქრება თუ არა საფრთხე მის სიცოცხლეს, თუმცა როგორც ექიმი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საკმაოდ მძიმე არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის 48% და დამწრობა, ეს არის სახე, ზემოკიდურები, უკეთ და ზურგის ნაწილი, სასუნთქების დაზიანება მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად აკურირებული დაზიანებით. ახალი რეანიმაციის განყოფილებაშია, შესაბამისად მდგომარეობაც არის სერიოზული. გუშინ დღის განმავლობაში სხვადასხვა მონაკვეთში სამხრეთის ქუჩაზე ორი საკმაოდ ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველი დაახლოებით დღის 6 საათისკენ, ხოლო მეორე უკვე გვიან ღამით 4 საათზე მოსახლეობა, აქ მცხოვრები ადამიანები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში გაუსაძლისი იყო გაზის სუნი და პირველი აფეთქების შემდგომ მათ მიმართეს შესაბამის სამსახურს, წარმომადგენლებმა კი თქვას, რომ პრობლემა აღმოფხრილი იყო, თუმცა რამდენიმე საათის შემდგომ უკვე მეორე შენობაც კომერციული ფართით აფეთქდა, სადაც მაღაზია იყო. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ეს ქუჩა არის საკმაოდ აქტიური ქუჩა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები გადაადგილდებიან ამ ქუჩით და უბრალოდ გაუმართლათ, რომ დღის მეორე ნახევარში და გვიან ღამით მოხდა ეს შემთხვევა და არ დაშავებულა აქ უბრალოდ გამლელი ადამიანები. არსებობს ვერსია ასევე, რომ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია გაზის დაგროვება საკანალიზაციო ჭებში. ეს სამუშაოები მიმდინარეობდა გზის პირას, ზემოთა ქუჩაზე, თუმცა როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ესეც არის მხოლოდ ვერსია და კონკრეტული პასუხები ამ კითხვებზე არ აქვთ. ახლა გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტ კრიმინალისტები ადგილზე და ახლა დაიწყეს შესწავლა მომხდარის. მანამდე კი მთელი დილის განმავლობაში აქ მცხოვრები მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა დაესუფთავებინა ნანგრევებისგან აღნიშნული ტერიტორია. დაახლოებით 6-7 საათი იყო, არ მახსოვს, პირველი აფეთქება იყო ის ჩვენს წინ და მეორე აფეთქება უკვე მოხდა 3-ის ნახევარზე. და როგორც ხედავთ, ძალიან დიდი ტალღა იყო, იმიტომ რომ ქუჩის ბოლომდეც გარშემო სახლებს ფანჯრების ჩაულეცა. ჩვენთან საერთოდ დალეწილი, ანუ ფანჯრები პრაქტიკულად 1 მეტრი იყო აფეთქებულ შენობასა და დეჩიმის საძინებლის ოთახამდე და პრაქტიკულად დალეწილია ეს ყველაფერი და წინა ფაქტი რომ მოხდა, მაშინ იყო მოსული, მაშინ თქვი რომ გაზის სუნია თქვა, იმიტომ რომ 2 დღე არის გაზის სუნი, აშკარად არის გაზის სუნი. რაზეც პრევენცია არ მოახდინეს, მოხდა საშინელი აფეთქება. ეს იყო ტალღოვანი რაღაცა შედეგის მქონე, რომ აი ნელა-ნელა იქით უფრო გაანადგურა ისინი, უფრო გაანადგურა აქეთ, მაგრამ იქით ჩალეცა
შუშები. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცხოვრობს აქ, სახში იყო და ცუდად გნობდა თავს, ესე მეძინა მთელი დღეო და გაგვიძებნა რომ აანთო სამზარეულოში გაზი, მოხდა ეს აფეთქება. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ ყველაფერი გამოიძახეთ, ყველა მოვიდა, ყველა მიხედა და ათვალიერეს ყველაფერი გადაიკეტა გაზი დროულად, მაგრამ შემდეგ უკვე მერე რადგან საშიშროება აღარ იყო და შემოწმდა ყველაფერი, ჩართა ალბათ ზოგიერთმა ოჯახმა გაზი და ზუსტად აი ამ იმიდან სადღაც 4-5 საათში ალბათ ესე უკვე რომ დაღლილები ვაპირებდით დაძინებას, აი მაშინ იყო ძალიან მძლავრი აფეთქება, აქეთ უკვე მეორე. გაზი დაგროვდა იმის გამო რომ ზემოთ ასახებში მაღაზია არის ნიკორა რაღაცა გაარემონტეს, რაღაცა გააკეთეს და მიწა გათხარეს. ტრუბები გადაწყვეტა, გადმოჭრეს, შეაერთეს და მე გაზი ტრუბა გაეპარა და შევიდა კანალიზაციაში და კანალიზაციიდან ამოვიდა ადამიანი ბანაობდა ოთახში დაკეტილია ოთახი. და რაღაცა და აფეთქდა. იყვნენ მოსულება რომ არაფერი არ თქვა. გაზის ბრალეო ეგ თქვეს, მაგრამ რატო როგორ არ მოხდა ეგ არავინ არ თქვა. სამღერეთის ქუჩაზე ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება ლეილო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი ნიკა ჩერქეზიშვილი. ნიკა, გითხავთ მომხდართან დაკავშირებით, საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა. ორი აფეთქება რამდენიმე საათიანი ინტერვალით ერთ ქუჩაზე. საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია ამას, თუმცა რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთი აფეთქების შემდგომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები და მეორე აფეთქებაც მოხდა გვიან ღამე. რასაც ჩვენ ახლა ლოტკინზე სამღერეთის ქუჩაზე უყურებთ, ეს არის ფაქტობრივად თბილისის ყოველდღიურობა. ყოველდღე მსგავსი ფაქტები ხდება და საბედნიეროდ რომ ამჯერად კიდევ გადარჩნენ ადამიანები და არავინ დაღუპულა, თუმცა მძიმედ დაშავდა ერთი გოგონა 19 წლის. სადაც კი მივდივართ, როგორც გითხარით, ყოველდღე მსგავსი ფაქტები ხდება, ან შენობა ჩამოინგრევა, ან ხე გადმოვარდება და ვიღაცას დაეცემა და ყოველთვის ხდება ის სიტუაცია, რომ მოსახლეობას ყოველთვის გაფრთხილებული ყავს, ყოველთვის არის გაკეთებული მიმართვა და ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ არასოდეს არავინ არ იღებს პასუხისგებლობას. ამ შემთხვევაშიც ალბათ ამ კონკრეტულ ოჯახს დაბრალდება ეს ფაქტი და ყველაზე დიდი სენი, რაც არის დღევანდელი ხელისუფლების არის ის, რომ მათ არ აქვთ პასუხისგებლობის გზნობა. შესაბამისად არ ხდება პრევენცია, არ ხდება გაფრთხილება, რომ მსგავსი უბედურებები იყოს თავიდან აცილებული. როგორც თქვი, ფაქტობრივად ყოველდღე თბილისში ვაწყდებით მსგავს ფაქტებს და ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ თბილისში ადამიანების ცხოვრება არ არის უსაფრთხო. ადამიანები ამ ქალაქში არ არიან დაცულები და როგორც არ უნდა მიმართონ პასუხისგებლობის ისრები მოსახლეობისკენ, რა თქმა უნდა, ესეთ უბედურებებზე, ესეთ ტრაგედიებზე პასუხისგებელი არის ხელისუფლება, იმიტომ რომ მათ აქვთ პასუხისგებლობა, რომ იზრუნონ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ჩერქეზიშვილს უსმენდით, რაც შეეხება აქ მიმდინარე მოვლენებს. ჯერჯერობით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ კრიმინალისტები არიან ადგილზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240 და 240 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს წესების დარღვევით, გაუფრთხილებლობით ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ახლა გამოძიება, უცნობია მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში. მოსახლეობა კი სამღერეთის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიმართვის მიუხედავად შესაბამის სპეციალისტებს და სამსახურებს არ მიუღიათ ზომები იმისათვის, რომ მეორე აფეთქების პრევენცია მაინც მომხდარიყო.